ამიტომ გადავწყვიტე სამსახურის შესვენებაზე პატარა ვიდეო ჩამეწერა თქვენთვის როგორ მასწავლებინა მარტივი მეთოდი იმისა თუ როგორ დავაკაბადონოთ წიგნი თუ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა InDesign-ისა. ვიდეოში სამწუხაროდ ჩემი ხმა არის მოდამ, რადგან წვდომა არ მიმიცია მიკროფონზე შემთხვევით და თავიდან უნდა დავადო ხმა. პირველ რიგში შევდივარ ჩემს ბლოგზე და ვაკოპირებ რამეს ტექსტს, დიდ ტექსტს, რომელსაც გამოვიყენებთ. შემდეგი ნაბიჯი, რასაც ვაკეთებთ, არის Word-ის ფაილის შექმნა. დავარქვით რომ სახელი ამ Word-ის ფაილს და შევქმნათ. გავხსნათ და ეს ჩვენი ტექსტი ჩავაპეისტოთ ფაილში. რადგან დაკოპირებულია, ეს მოგცა და უნდა შევცვალოთ ფორმატი, გავასწოროთ. ეხლა დიდ აბზაცებს გამიკეთებთ, რადგან ბლოგიდანაა დაკოპირებული და ამის სწორებას ვერ დავიწყებ, თუმცა თქვენ გასაკვირველია შეგიძლიათ გაასწოროთ. ეს აბზაცები შეგიძლიათ თქვენ გაასწოროთ და აუცილებელიც გია. მაგრამ როგორც იცით, Word-ის ფაილი ბუნებრივად არის A4 ფორმატის. ჩვენ კი წიგნის ფაილები უმეტესად გვჭირდება ხოლმე რომ იყოს A5. ამიტომ უნდა გადავიდეთ layout-ის გრაფაში, სადაც size-ში შევალთ და შევცვლით სასურველ ფორმაზე pages ფორმატს. აი ნახეთ, აქ გვაქვს ჩამონათვალი თავისი რაც მოყვება. ასევე შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი სასურველი ზომის pages-ები. აი ნახეთ, მე ავირჩევ A5-ს, რადგან წიგნზე არის საუბარი. და უკვე მიჩვენებს სხვადასხვა გვერდებს A5 ფორმატში. ეს გვერდები ჩვენ უნდა გავასწოროთ თავის აბზაცებით და სტრიქონებით, ხოლო რამდენიმე გვერდს ჩავასწორებ, ამოვწევ ტექსტებს, რომ ძალიან გაფანტული არ იყოს და ვიზუალურად გამოჩნდება უფრო. როგორც იცით, აი ამ პატარა ქვიშის საათის მსგავსი ღილაკებით ვასწორებთ ზომებს, ფურცლამდე სად გვინდა მივიდეს ტექსტი და აბზაცი საიდან იწყებოდეს. ამ ყველაფერს გავასწორებთ ჩვენ გემოზე, როგორც გვეხარდება და შემდეგ გავაგრძელებთ წიგნის დაკაბადონებას. მე ასევე გავასწორებ პარაგრაფები, როგორც მინდოდა ისე, Justify-ზე გავაყენე. და ახლა მოდი ქვესათაურები ან სათაურები გავუკეთოთ. სათაური და ქვესათაურები შეგვიძლია სასურველი შრიფტით და ფონტით დავწეროთ. მოკლედ შევარჩიე რამდენიმე ფონტი და შრიფტი ქვესათაურისა და სათაურისთვის. პირველი რამდენიმე გვერდი ასევე სტრიქონები და ხაზებიც გავასწორე, რადგან გადმოყოფილების გამო დიდი აბზაცები და დიდი დაშორებები აიღო ხაზებს შორის. შემდეგი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ ჩვენი Word-ის ფაილის PDF ფაილად შენახვა. გადავდივართ Save As-ში და ვინახავთ ჩვენთვის სასურველ ადგილზე, მე მაგალითად დესკტოპზე შევინახე ამ ჩვენს PDF-ის ფაილს და უკვე გვექნება გამზადებული PDF-ის ფაილი საბეჭდად A5 ფორმატის. ამ PDF-ის ფაილის ჩასწორება შეგვიძლია ადგილობრივად PDF-შიც, თვითონ Acrobat-ში, Edit-დან. აი შეგვიძლია შევცვალოთ ტექსტები, დავამატოთ, ამოვაკლოთ, ასევე შრიფტებიც შევცვალოთ და არა მხოლოდ ფოტოების ჩამატებაც კი შეგვიძლია აქედან. იმ შემთხვევაში თუ არ გვსურს Acrobat-ში ამ ფაილის დამუშავება, ან არ ვიცით როგორ დავამუშავოთ Acrobat-ში სრულიად ფაილი, შეგვიძლია შევიტანოთ Corel-ში ან InDesign-ში და დავამატოთ ჩვენთვის სასურველი გვერდები, ფოტოები ან ყდა თუნდაც.